ვიცით რომ 50 დღეს მოულოდნელადო გაისმაო ხმა ორიოზეციდანო მანამდე მოციქულები იყვნენ შეშინებულები მანამდე დევნაში იყვნენ ჩვენ ხედავთ რომ ადამიანებს ეშინოდათ მაგრამ 50 დღეს რაც აღუთქვა უფალმა ამ დროს იბადება ზუსტად ეკლესია ამ დროს იწყებს ეკლესია ფუნქციონირებას იმიტომ რომ ძალას მიიღებთო იცი არ არის მარტო საკმარისი ცოდნა გქონდეს არ არის მარტო საკმარისი იცოდე ან რაღაც გქონდეს დანახი ან თუნდაც სასწაულები ძალიან ბევრი მოხდა სასწაულები უფალთან შეიძლება იმდენად არ აახლოებს ადამიანს სასწაული გაჩვენებს რომ უფალი რეალურია სასწაული გაჩვენებს იმას რომ ეს ყველაფერი ჭეშმარიტებაა მაგრამ სულიწმინდა გაახლოებს მასთან სულიწმინდა გაძლევს ძალას სულიწმინდა გაძლევს ასევე გაბედულებას შანსი მოუხმოთ სულიწმინდას და უთხრათ ღმერთო როგორ მჭირდები და დღეს მე შევდივარ ზუსტად სულიწმინდის აღქმაში იმიტომ რომ რაც 2000 წლის წინ მოხდა მე მინდა დღეს რომ განვიცადო მე მინდა დღეს რომ მივიღო მე მინდა დღეს რომ შეუერთდე ამას მე მინდა რომ იმ სულით ავსებული ვიყო რომელიც სულითაც შენ დამოწმე ჰალელუია გესმით ყველაფერი არის ჩვენზე დამოკიდებული ძვირფასებო ჩვენ ვერ ვისაუბრებთ და ვერ ვიქადაგებთ და ჩვენ სიტყვას ძალა არ ექნება რომ არ გამოგვეცადა ყველაფერი ჩვენ ცხოვრებაში თქვენ აი აქ ვინც ხართ ყველამ რაღაც გამოსცადეთ თქვენ ცხოვრებაში ყველამ ნახეთ რომ ღმერთის ხელი არ დამოკლებულა ჩაერია შენ ცხოვრებაში სხვანაირად არ შეიძლება რომ ადამიანმა ირწმუნოს იმიტომ რომ ღმერთს ვერ დაინახავ დედამიწაზე სხვანაირად არ შეიძლება ღმერთმა თავისი სიყვარული გაჩვენოს თუ არა ზრუნვით თუ არა სიყვარული თუ არა ყურადღებით თუ არა შენი გულის გახარებით და თითოეულ თქვენთაგან თუ ღმერთისგან მიგიღიათ ეს სული სიხარული და გახარება მაშინ თქვენც იგივე უნდა გასცეთ ღმერთს რა უნდა დღეს ვამბობთ ამას ხელება პრობილი ლოცვა როგორ მოწონს უფალს ქება დიდება ძვირფასებო ჩვენთვის არის ქება დიდება ცვლის ატმოსფეროს და ეშმაკს აღარ აძლევს უფლებას რომ შენთან მოვიდეს და ღმერთის ძალაუფლება და მეფობა იმ ადგილას ვრცელდება სადაც მას ადიდებენ გესმით და ღმერთს უყვარს დომინირება ღმერთს უყვარს მეფობა ღმერთს უყვარს მფარველობა უფლობა შენზე რომ ის უფლობდეს ის მეფობდეს შენზე განა იმიტომ რომ თვითონ განდიდეს რამით არა იმიტომ რომ შენ იყო დაცული და შენი კარგად ყოფნა და შენი სულიერი ყოფნა მას ნამდვილად ხოტბას ასხავს იმიტომ რომ უფალი ამბობს გამარჯვებულია ჩემი შვილი აი ჩემი შვილი